საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. პირველ რიგში ჩემს გამომწერებს მივესალმები და შემდეგ ვინც ტრადიციულად ასე მოგესალმებით, შემდეგ ვინც ნახავთ ამ ვიდეო ჩანაწერს. ნუ ერთი კვირაა ცოტა ისეთი ღამეების თევა მიწევს, სამუშაო მქონდა რაღაც დასამთავრებელი მქონდა გასაკეთებელი. და ცოტა რაღაცნაირად ამოვარდი კალაპოტიდან, ასე ვთქვათ რა, უძილობა ხო იცით როგორი ძნელია რა. დღეს მე მინდა მოგიყვეთ ერთი რაც გამახსენდება ხოლმე და საინტერესოდ ჩავთვლი, აი ჩემი ცხოვრებიდან, ნუ მე შეიძლება გადავიდე ამ შემოქმედებაზე ისევ და რაღაცნაირად გავწიოთ ცხოვრება. დღეს მე მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი. იყო ასეთი შემთხვევა, მე რუსეთში ვიყავი. იცით თქვენ ახლა ჩემი მეგობრის მეშვეობით როგორ მოვხვდი ალტაის მხარეში, ნოვოსიბირსკში, იმაში, ნუ მე იქით სადღაც იქით და ერთი-ორჯერ უკვე ნამყოფი ვიყავი და გადავწყვიტე რომ წავსულიყავი რუსეთში, მაგრამ უყურეთ ახლა რა ხდება ფინანსური მხარდაჭერის იმედი, როდესაც ფინანსური მხარდაჭერის აღარა, სულიერი მხარდაჭერის იმედი არ მქონდა და სიტყვიერი მხარდაჭერა რო გამოეცხადებინა ვიღაცას, იმის იმედი არ მქონდა, არათუ ფინანსურის. ამიტომ მე მჭირდებოდა გარკვეული თანხა, რომ საბოლოოდ, ესე იგი, ნუ რაღაცნაირად არ ყოფილიყავი რა, სხვაზე დამოკიდებული და რაღაცა ისეთ საქმეზე არ მეფიქრა, რომ გამოვალ მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყავ. მივაგენი ასეთ ნუ ბევრი ფიქრის შემდეგ და თანაც იქ ნუ კითხულობდი, როგორ შეიძლებოდა რომ მაგალითად მოკლე ხანში რაღაცა ფინანსური ის მქონოდა შესაძლებლობები და გავიგე რომ სადგურში, რკინიგზის სადგურში იყო ადგილები, სადაც ღამ-ღამობით ხშირად უფრო დღისითაც კეთდებოდა ეს ამბავი, მაგრამ ძირითადად ღამე იცლებოდა ხოლმე ცემენტისა და ნახშირის ვაგონები. და მე ხარ ამექნა რაღაცა ხომ გამეკეთებინა და აქ საკმაოდ სერიოზულ თანხას აკეთებდნენ ერთ ღამეში შეიძლება გაგეკეთებინა თქვა 150 მანეთი და ხა 150 მანეთი თუ მაგალითად აი 12 საათიდან დაიწყებდი მუშაობას დილის 6 საათამდე, 7 საათამდე, ნუ სადღაც ერთი 150 მანეთი, 150 მანეთი საკმაოდ დიდი ფული იყო, ხელფასი იყო, მაღალი ხელფასი სხვათა შორის იმ დროისათვის და ერთი თვის ხელფასი იყო და წარმოიდგინეთ ახლა ნუ სადღაც ახლა 6-7 საათში რომ შენ ამ ხელფასს გააკეთებდი, რა თქმა უნდა ეს რაღაცას ნიშნავდა. ხო და მივედი იქ სადგურში გავიკითხე ახლა იქ სად იყო ეს ისინი ესენი და ნუ ახლა პატარა ბიჭი ვარ მე და რაღაცა ცხოვრების გზას უნდა დავადგე, რაღაც უნდა გავაკეთო, ხო? ხო და ნახე ერთი ახალგაზრდა კაცი, ღმერთმა აცხოვროს აღარ არის ცოცხალი. ნახე ერთი ახალგაზრდა კაცი და შევჩივლე დაახლოებით ჩემი მდგომარეობა რომ მინდოდა რუსეთში წასვლა და გარკვეული თანხის მოგროვება და ადგილი არა მაქვსო ეხლა ბრიგადირი იყო რა ეს ამ მუშების და იმის ისა რა და ადგილი არა მაქვსო და ფიქრობ და შევეცოდე რა ეხლა ახალგაზრდა ბიჭი რომ მივედი ახლა იქ ისეთი ხალხი მუშაობდა რომ 40 წლამდე და ნუ დიდები წლოვანებით. ხო და თანაც ამ საქმეში გამობრძმედილებით ახლა მე წარმოდგენა არ მქონდა ახლა ეს ერთხელ კი ნაღამ
იმ გავარვარებულ ცემენტში, ვაგონში რო ჩავედი, მავთულზე უნდა ჩამოკიდებოდი და ცალი ხელით კიდე რაღაც უზარმაზარი რკინის თოხი გიჭირავს და ნუ მძიმე და იმით ანგრევ და დაბლა ჩადის ეს ცემენტი, იქიდან იმ თოხებით მანქანებზე იყრება დაბლა და ნუ რაღაც საშინელი სამუშაოა რა და ერთი სიტყვით სხვათა შორის ერთ-ერთ წიგნშიც ამაქვს ეს გატარებული 2000 წელს გამოსულ წიგნში ხო და ესე იგი როდესაც იქ რა ვიცი რაღაც შემოწმება იყო და მილიციის უფროსმა შემამჩნია რა და მაშინ დარწმუნდა რომ პატრიოტსანი ბიჭი ვიყავი და არავითარი არც ქურდობა მინდოდა და არც ის მინდოდა აი იქ დარწმუნდა და იქიდან უფრო მანამდე კითხულობდა იქ დადიოდა იქ ქურდებში იმაში ამასო ქურდობა ხო არ უნდა და რაღაცა და რომ დაინახა რომ პატრიოტსანი ბიჭი ვიყავი უკვე გადაწყვიტა უკვე აი რო იტყვიან ხოლმე ჟელეზნატო გადაწყვიტა ესე იგი ჩემი დაცვა მართალია ხე იმან ბოლომდე ვერ დამიცვა მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადამარჩინა რა რაღაც ძალიან ცუდ რაღაცებს აუცდი ასე ვთქვათ რა ნუ მანამდე უკვე დაინვალიდებული ვიყავი მე და რა მაგრამ ამ მუდმივი ვარჯიშით იმით ვახერხებდი მაინც რაღაცას რომ ფიზიკურ იმაში ყოფილიყავი რა ფორმაში და მუშაობა და ფიზიკური ვარჯიში არის აბსოლუტურად სხვადასხვა შეიძლება იყო ფიზიკურად აი ძლიერი შეიძლება მაგალითად დღე-დაღამე ვთქვათ გრუშას ვეძახით ჩვენ იმას ურტყა და რამე და მთელი დღე ივარჯიშო და დღეში 8 საათი ივარჯიშო მაგრამ შეიძლება 1 საათიანმა სამუშაომ დაგღალოს და ნუ ასედაც აღმოჩნდა მე თოხი ხელიდან გამივარდა რა და აბსოლუტურად სხვადასხვაა რა ეს მუშაობა და ვარჯიში მიუხედავად იმისა რომ იმ მუშებზე რა ვიცი იმ მუშებს ერთნაირად სულ ყველას ერთნაირად გავლაყავდი მაგრამ მე ვერ მივყვებოდი იმათ მუშაობაში ანუ სხვადასხვა რამეა ეს მუშაობა და ვარჯიში რა ხო და ერთი სიტყვით მოხდა ისე რომ მუშებს კითხა იქ რომ რა დაგაკლდება თუ ეხლა ნუ 10-15 მანეთიო რა ეხლა ნუ თქვათ ეს დღამეშიო რა ეხლა აუგოთ რა ახალგაზრდა კაციაო და მივიღოთო ჩვენთანო აქ და იმუშაოსო რა სხვათა შორის არავინ არ წავიდა ქურთებიც იყვნენ სხვათა შორის კაი ბიჭები იყვნენ სამნი ხო და პირველებმა იმათა თქვენ სხვა და რაზეა ლაპარაკიო კაცო 15 კი არ თუ გინდა 20 მანეთი დავხარჯოთო დავკარგოთო არ არის მაგაზე ლაპარაკიო მოვიდეს ჩვენთან ახალგაზრდა კაცია იქნება რა გაჭიროებაო და იმ იეზდები რა რო იტყვიან ხოლმე ქურთებს რო ვეძახით ჩვენ იეზდები ძალიან კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ და ხო გეუბნებით აი პირველებმა იმათ გამოთქვეს ეხლა ამ ბრიგაdirმა რა თქმა უნდა მოინდომა ეს ქართველი ბიჭი იყო ხო და სვანი იყო სხვათა შორის და ერთი სიტყვით ჩავები ამ იმაში რა ქვია ამ შრომაში ხო და ნუ მუშაობა ამ ფულს გარკვეულად რაღაცას უყრი თავს გავიდა რა ვიცი რამდენიმე ხანია უკვე მუშაობ დაახლოებით არ ვიცი ერთი ხანაკეთებ თქვათ 70 მანეთს ხანაკეთებ 100 მანეთს ხან 150 მანეთს გააჩნია ნახშირის ვაგონები ნაკლები ყიდა ცემენტის ვაგონები მეტი ყიდა და ნუ გააჩნია სამუშაო იქნებოდა რა ну ყოველ შემთხვევაში ყოველ ღამე რაღაცას ვაკეთებდი და ну დღისით მოვდიოდი მქონდა ბინა დაქირავებული აბანო მქონდა რამე მქონდა და ну სუფთავდებოდი და მე ღამე ისევ მივდიოდი ხო და ერთი დღეც ხდება ასეთი რამე რომ ну ამ ადგილას მარტო ეს ცემენტისა და ნახშირის ვაგონები კი არ არის გასო აქ შემოდის აქ სხვადასხვა მასალა შემოდის აქ ღვინოები მიდის ისა ну 1000 ბორჯომი მიდის იტვირთება ფქვილი მოდის ну რა ვიცი რა გითხრათ რა და სხვადასხვა ბრიგადებია და მე ხა სადაც ყველაზე მეტი ფული კეთდებოდა იქ მინდოდა რომ დავსაქმებულიყავი იმიტომ რომ მოკლე ხანში მეშოვა ეს თანხები რა
ხო და გამიჭირდა რა თქმა უნდა მუშაობა ძალიან გამიჭირდა რა და ნუ მაჩვენდა ეს ბრიგადირი კაი ბიჭი იყო სხვათა შორის ის თვითონ ის ბრიგადის წევრებიც ძალიან კარგები იყვნენ ძალიან კარგად შევეჩვი ასე ვთქვა და რომ დავიღლებოდი ხოლმე ცოტა ხანი აბა გადი იქითო და მოაძლევდნენ ხოლმე საშუალებას თვითონ ამ დიდი თოხის პიარო დაარტყავდი რა ვიცი ერთი 50 კილო ცემენტი მოქონდა ის იმხელა თოხის ის პირი ქონდა ამ რკინის თოხს და ნუ შიგნითაც უნდა ჩასულიყავი ვაგონში მე არ ვიცოდი ეს ჩასვლა იმავთულს უნდა ჩამოკიდებოდი იმიტომ რომ 70 ტონაა ეს თითო ვაგონში და ცხელი გავარვარებული ფეხები გეწება მაიმუნივით უნდა იყო ჩამოკიდებული ცალიხელით ამ თოხს თან ფეხებს უნდა უნაცვლებდე რომ ფეხები გეწება და ნუ ვერ აგიწერთ რა საშინელებაა მოკლედ და თან ეს პირ ეს ნიღაბი გაკაფარებული რომ ეს ხვირი არ გაგევსოს ამ ცემენტის იმ გორახებითა და იმით და ნუ რაღაცა საშინელი სამუშაო რა და ერთი სიტყვით ამ მაშინ მუშაო გავიდა არ ვიცი ხა რამდენი დღე გავიდა არ ვიცი რამდენიმე დღეა მუშაო და ერთხელაც საღამოა ვიკრიბებით უკვე რა ნუ ღამეა უკვე და ველოდებით ამ ვაგონებს რომ ჩამოდგება ეს ვაგონები და მივალთ და იმას ვიზავთ რა ქვია დავიწყებთ მუშაობას ხო და ერთი სიტყვით მოვიდა ერთი ჩამოძონძილი ჩამოგლეჯილი რუსის კაცი ხო და ბრიგადირი რომელიაო რა და ჩვენ ვთქვათ ეს არისო რა ბრიგადირიო და მოვიდა და უთხრა რომ მეო სახლიდანო გამომაგდესო რა და ვიხეტიალეო და ჩამოვედი საქართველოსიო და თქვენი ჭირიმეო იქნება მამუშაოთო რა არაფერი არ გამაჩნიაო საჭმელი არ მიჭამია 2 დღეაო და რა სამოყო ეს ბრიგადირი გულიანი ბიჭი იყო რა სხვათა შორის და სადილიანი იყო გვარად და ძალიან გულიანი ბიჭი იყო და გაიქცა უცბად იქ რაღაც სასადილოდან რაღაცები მოიტანა რამე დაჯექიო კაცო ჭამეო რამეო და ამაღამო ვერ იმას გიზაო მაგრამ დასაძინებელსო მოგიხერხებო რა ძალიან გულით მიუდგა რა ეს ბრიგადირი კაი ვაშკაცი ბიჭი იყო რა და ერთი სიტყვით იქვე დაბლა იყო რაღაცა საყარაულოები ზოგი შიფერის საწყობი იყო ზოგი რკინების საწყობი იყო ისა და ყველას თავისი ისა ყავდა რა აი ყარაულები და ერთ ყარაულს ჰქონდა 2 ისა დასაძინებელი და იქ გაამწესა იმ ბრიგადირმა ეს კაცი ხო და სამუშაოშიც ჩაქრთაო რა და რაღაც ფულს გააკეთებო ნუ ერთი სიტყვით ამ დასაწოლი და ის ყარაულბა რო გაიგო რომ ეს აქ არისო ეს უყარაულებსო და ის სახში მიდიო და ანებებდა თავს იმიტომ რომ მაინც არაფერს არ მოიპარავს ეს რო აქ იქნება ხელფას კიდე მე ავიღებ ეს აგერი მუშაობებსო ხო ის ახლა ზოგი როგორი ადამიანია ხო და ნუ ერთი სიტყვით მერე ჩააბა ამან ბრიგადირმა სამუშაოზე იქ რაღაცას აკეთებდა რაღაც რაპორტობდა ნუ არ შეეძლო ითო მისა ესა იქ რაღაცას ცოტას ისე ნუ ესე იგი რაღაც ფიზიკურად კი ეხლა ვფიქრობდი კაცო ფიზიკურად ძლიერია მაგრამ ეტყობა ეს ლოთია და ესე იგი ლოთობის გულისთვის გამოაგდეს ეს გამბუძგნული რაღაცა ნუ საშინელ ფორმაში იყო და ჩამოძონძილი რამო და ეთყობა ლოთია მეთქი და ლოთებს ხო ეხლა ტანი რჩებათ ეხლა ბევრი მინახია მე ხარ რუსეთში ცხოვრობდი გარკვეული ხანი და იქ იყვნენ ხოლმე აი ძველი ნავარჯიშევი ხალხი რომ გალოთებულები რო იყვნენ და ცარიელი ფუტლეარები რო იყვნენ ხოლმე ესეთი ადამიანები მინახია რა ეს გალოთებული ხალხი მაგრამ ძველი ნავარჯიშებლები და ნუ ტანი ჰქონდათ მაგრამ ნუ არაფრის შრომა აღარ ჰქონდა და ჩავთვალე რომ ესეთი ადამიანი იყო მანამდე მე არ მენახა ეს მაგრამ მე ხო ვიცოდია რა რომ ეს ხო და ვიფიქრე რომ ეს შეიძლება ძველი რაღაცა ნავარჯიშევი კაცია და ნუ ეხლა გალოთებული და გაუბედურებულია ხო და ნუ მუშაობდა მაგრამ ვაი მუშაობას რა და ეს ქურთები ეს სვანი ბიჭი ესენი აი
როგორც მე მიმიღე, მე მუშაობდი მაინც კაცო რაღაცას იმაშებოდი და ეს ვერ იმაშებოდა, ვერ მუშაობდა იმისე და აი როგორ გითხრათ ესე იგი რომ ინახავდა ეს ბრიგადა, აი რაღაცნაირი კარგი ხალხი იყო, კარგი გარემო იყო და მეც რა ვიცი, კარგად აუზრომდი თავს და ის კაციც ბედნიერი იყო, ისაც და ვისაჭმელი ჰქონდა, ისა ჰქონდა, ისა ყასაყარაულოში იყო და რა. ხო და ამ სადგურის მილიციის უფროსი იყო ერთი მეგრელი კაცი. და ეს მეგრელი კაცი იყო ძალიან ცუდი ადამიანი. აი რაღაცნაირი კაცი იყო რა, მოკლედ ესე იგი ყველას ეჩხუბებოდა იქ საწყობის გამგეებს, იმას, მუშებს, სულ ყველას ეჩხუბებოდა და სულ ჩხუბობდა რა, რაღაცნაირი კაცი იყო რა და უჟმური რა და მქონია ასეთი შემთხვევა, რომ სამმართველოში უნდა ამიერკავკასიის სატრანსპორტო, ესე იგი პოლიციაში გადასვლა და უთხრეს რომ უთქვიათ რა, ეხლა ეს მერე გავიგე უკვე, მანამდე მე რა ვიცი ახლა ამას ვინ რა უთხრა, მაგრამ ეს მერე გამოვიდა ეს ხმები რომ დამთავრდა ეს ამბავი უკვე და მერე რომ ლაპარაკობდნენ ამას და მერე გავიგე ეს როგორ იყო რა იყო და სატრანსპორტო პოლიციაში რომ გადაგიყვანოთ, რა ვიცი, მოადგილეთ თუ რაღაც განყოფილების უფროსად გადადიოდა ერთი პატარა საქმე უნდა გახსნაო იქ რაღაცა იქ სადგურშიო და დამთავრებულია მოხალდა რაღაც სატრანსპორტო ამიერკავკასიის სატრანსპორტო პოლიციაში გარკვეულ თანამდებობაზე ინიშნებოდა, კაპიტანი იყო თუ რაღაც აღარ მახსოვს წოდებით და ერთი სიტყვით ყველაფერს აკონტროლებდა კიდე გეუბნებით და ძალიან უჟმური კაცი იყო. ეხლა რადგან ერთი საქმე კიდე უნდა გაეხსნა, რა უნდა გაეხსნა, ეხლა სულ ყველასგან ფულს იღებდა იქ იმისგან, ვინ უნდა დაეჭირა, რა უნდა გაეკეთებინა და დადგა საწყალამ უპატრონო რუს თვალი გასო. რომ ეს ვიღაცა არის ჩამოსული და გასულია უკვე რა ვიცი ერთი თვე თუ რაღაცა და ეს რუსი აქტ რავი დაახლოებით ალბათ რა, ეხლა აღარ მახსოვს ზუსტად რა ხანი იყო გასული რამე, მაგრამ რაღაცა გარკვეული ხანი ეს რუსი აქ არის და ნუ იმანაც იცის რომ ეს ვიღაც რუსია და დაიჭირა ეს რუსი და ჩაუდო ნარკოტიკი და გააქანა პოლიციის სამმართველოში და არიქა ჩქარა, ნუ ნარკოტიკი აღმოაჩნდა ამას, გააფორმეს აქტი რამე იგი დაგე და დააპატიმრეს ეს რუსი კაცო, ეს საცოდავი ვიღაცა კაცო. ეხლა მე რასაც გეტყვით, ეს უკვე მერე გავიგეთ. ნუ შევწუხდით რა თქმა უნდა ყველა რომ ეხლა ეს ჩვენი ის იყო რა ქვია მუშა იყო იქ და საცოდავი იყო ვიღაცა კაცო, რუსია თუ ვინ არის რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ერთი კაცია უბედური და რა ვიცი საჭმელიც მიქონდათ ხოლმე ბიჭებს ისა ეს თვითონაც კი ჰქონდა უკვე ფული რაღაცა ნუ მთელი ამბავი მაგრამ რა ვიცი რა ნუ მაინც ეცოდებოდათ რა სულ ყველას ეხლა ხო იცი ახლა ქართველები მაინც სხვანაირი ხალხი ვართ რა და ხო და ერთი სიტყვით ეს უკვე მერე გავიგე მეთქი, იმიტომ გეუბნებით რომ ამ რუსს რომ დააპატიმრეს სამმართველოში უთქვამს რომ სამმართველოს უფროს გააგებინეთო რომ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე უნდა ვუთხრაო და თურმე ნახევარი სამმართველო ხარხარებდა თურმე ამას რო შეხედეს ეხლა სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე დაუთხრათ ამ ბომჟმა კაცო ნუ ერთი სიტყვით თურმე 1-2-3 დღე იძახა ამ კაცმა რომ სამმართველოს უფროს გადაეცით იცოდეთ რომ ძალიან ცუდი დღე დაგადგებათ რომ მე მას უნდა შევატყობინო სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ამბავი და თანაც ძალიან სასწრაფოდ ბოლოს ვიღაცამ უთხრა კაცო რავი უფროს უთხრა თუ ესეთი კაცი რავი ვინ არის ბომჟია რაღაცებს იძახისო და აიყვანეს სამმართველოს უფროსის კაბინეტში დაგტოვეთო ყველა ამ რუსს უთქვია გადითო იმ სამმართველოს უფროსს უთქვია ციფრები ჩაიწერა ციფრები ეხლა მოსკოვის უშიშროების სამინისტროს გადაეციო ეგ ციფრებიო
რომ დაპატიმრებული ვარ მე აქ თბილისის სამმართველოში. რაო? ნუ გადაეცი, რასაც გელაპარაკებიო, მოსკოვის უშიშროების სამინისტროსო. გადაეცი ეს ციფრებიო და უთხარი რომ ესა და ეს კაცი დაპატიმრებულია სამმართველოში. აიღო ამან სიოდეს ყურმილი და მორიგე შეხვდა იქ და უთხრა რომ ესა და ეს გადაეცითო რა აი შიფროვკა იყო რა ჟანდაბა იყო არ ვიცი და უტანეთო იქ არ ვიცი არ მოადგილეს ან იმასო და რამდენიმე წუთში მოსკოვიდან ზარი გაისმა თვითფრინავით გამოგზავნილია სპეცრაზმიო მაგაც ბუზი არა უფრინდეს თორემ მთელ სამმართველოს გაგანადგურებთ ერთი სიტყვით ჩვენ არაფერი არ ვიცოდით ეს პოლიციის სადგურის პოლიციის უფროსი დაიჭირეს არ ვიცით არაფერი და ამ კაცს უყურებთ კაცს რაღაცა 3 დღეა გასული თუ რაღაცა გაკრეჭილი, გაპარსული, გამოწყობილი სამხედრო ფორმაში მაიორის სამხრებით ჩამოვიდა და აი ტანზე გაჯგიმული სამხედრო კგბ-ს აგენტი ყოფილა ეს კაცი. და ყველას მოგესიყვარულა, ყველას განსაკუთრებით იმ ბრიგადის, იმ სვანბიჩს ჩაიკრა გულში, მოკლედ მისამართი რამე, ყველაფერი შენ გაგახარო, შენ ახარ უვაშკაცესი ადამიანი უთხრა იმ ბრიგადის და შენისთან ადამიანი არ შემხედრიაო. ეს კაცი ვინ იყო? ეს კაცი იყო აქ სადგურში ჩამოსული სპეციალურად რო აქედან მიდიოდა ფარშივი ღვინოები და ამ ეშელონების ამ სურათებს, იმებს, ამებს იღებდა საიდან გამოდიოდა ეს, სად მიდიოდა, რა ვაგონებით მიდიოდა ესენი, როგორ იცლებოდა, როგორ იტვირთებოდა, როგორ 300 ვაგონი დააპატიმრეს და რა ვიცი, რამდენიმე ასეული კაცი ჩავარდა მაგ საქმეს. ეს ფარშივი ღვინოების ამბავი გახეთქა ამ კგბ-ს მაიორმა. აი ასეთ რამეს შევეყარეთ ჩემო ბატონო სრულიად შემთხვევით და აი იმ კაცს ახლა არ დაუპატიმრებიათ რა თქმა უნდა ნუ კგბ-მ აღარ გააკეთა ეგ ამბავი მაგრამ სამაგიეროდ სამუდამოდ გააძევეს და გააგდეს ორგანოდან ის სადგურის მილიციის უფროსი აი ესე დამთავრდა ჩემი ამ სადგურში ნახშირისა და ცემენტის ვაგონებზე მუშაობის პერიოდი, როდესაც მაინც რაღაცა საინტერესო ამბავი დატრიალდა ჩემს თვალთა ხელშუა გაიარა ამ ყველაფერმა რა და ეს მოხდა ჩემს იქ ყოფნის დროს მაინდა-მაინც. საინტერესოა ეს ცხოვრება მოკლედ ესე იგი ყოველთვის ესეთ რაღაცას შევეყრებოდი აი მსგავს იმას ამას და კიდევაც ვიტყვი ყოველთვის რომ ნერონის გამზრდელი მართალია ხა ნერონი არ ვარგოდა მაგრამ მისი გამზრდელი ფილოსოფოსი სენეკა ძალიან დიდი პიროვნება იყო და მას აქვს ასეთი სიტყვები ნათქვამი მე ძალიან მიყვარს ეგ სიტყვები ცხოვრება შინაარსით იზომება და არა სიგრძითო. ადამიანმა შეიძლება იცხოვროს 100 წელი და რუსები რო იტყვიან ზაუდისა და კრაუტის მეტი არაფერი იცოდეს, მაგრამ შეიძლება იცოცხლოს 40 წელი, მაგრამ იმან იცოცხლოს ნამდვილი ცხოვრებით. ღმერთმა დაგლოცოთ, მე ბედნიერი ვარ რა არის იცით რომ ბევრი რაღაცები ვნახე, ძალიან ბევრი რამე ვნახე ცხოვრებაში, იმიტომ ვამბობ ხოლმე ახალგაზრდებმა უნდა მოისმინონ ეს, ვიღაცისთვის შეიძლება გაკვეთილი იყოს,
ახლა კაცმა მე მაგალითად მომწერა, მე არ ვიტყვი ახლა საიდან და ვინ, მაგრამ მომწერა კაცმა ახლა დღეს, რომ მე მისმენს და მთელი ცხოვრება ნუ ახალგაზრდა კაცია, ძალიან ძვირფასი ადამიანი და მან ჩემი მოსმენის შემდეგ გადააგდო სიგარეტი, რომელსაც დიდი ხანი ეწეოდა. ძალიან გამიხარდა სხვათა შორის ეს ამბავი, რომ ერთმა ადამიანმა მაინც იყო ყურად ეს მავნე ჩვევები ადამიანს არ უნდა ჰქონდეს. ღმერთმა კარგად გამყოფოთ ყველა ახალგაზრდაც, უფროსიც. რა ვიცი, მტრები მე არ ამყავს და ბოროტი ადამიანების დავლოცოთ, კაცო, და ყველა დავლოცოთ, ყველას დაგლოცავთ, ღმერთმა გაგიმარჯვოთ. ყოველთვის ვიძახი, ბოროტსაც აქვს შანსი რომ გამოსწორდეს. ჩვენ დავლოცოთ ცუდი ადამიანი და ღმერთმა იცის როგორ და რანაირად წავამის საქმე. ჯანმრთელობას გისურვებთ, ჩემო კეთილო ადამიანებო და დროებით დაგემშვიდობებით. ღმერთმა დაგლოცოთ.